შენ არაფერი გესმის. ბუმ. ჰა? ბუმ. სულ არ მჭირდება ეს პრობლემები. ლუზერებო, შეხედეთ რა მაგარი მაისური მაქვს. მომაშორე ხელი. შარში ხარ. ძალიან შარში ხარ მეგობარო. გოგოებო, გაიგეთ? დღეს იოგას ახალი ინსტრუქტორი მოდის კამპუსში. ვიცი და მე არ ვაპირებ მის ვარჯიშებზე დასწრებას. მეც არ ვივლი, ლუზერებმა იარონ იოგაზე. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუ იოგას ინსტრუქტორი მიმზიდველი აღმოჩნდება და ჩემი ბენზი ერთხელ მაინც გაეფლირტავება მას, მაგრად უცემ. აუ! გამარჯობა ყველას. გამარჯობა გოგოებო. იოგას ინსტრუქტორი აგვიანებს. მაქს. აი ისიც. გამარჯობა, მე ვარ ნენსი. გამარჯობა, მე ვარ მაქსი, მისტერ მაქსი. და მე ვარ ჩაკი, ოფიცერი ჩაკი. მე ვიქნები პასუხისგებელი შენს უსაფრთხოებაზე და დავიცავ შენს ლამას სხეულს. რა? მე ხომ მცველი ვარ არა? ჩაკ, რას ლაპარაკობ? რა მცველი ხარ? წადი და შეამოწმე თინეიჯერები. რამეს ხომ არაფუჭებენ ისინი? მათ ჯერ არაფერი დაუშავებიათ აქ. მე გითხარი, წადი და შეამოწმე მეთქი. კარგი, წავალ და შევამოწმებ. ნენს, მე დაგათვალიერებინებ ჩვენს კამპუსს. კამილ, შეხედე, მენდი თავის მაგიდასთან არ არის და მან დატოვა თავისი შავი სია. ნაის, რასაკეთებ? დააბრუნე ბლოკნოტი თავის ადგილზე. ძალიან ცუდად გვექნება საქმე. ნუსულელობ. ნაის, გთხოვ, აღარასოდეს გამიკეთო ეს. ხომ იცი როგორც მაღიზიანებს? არ მჭირდება დამატებითი პრობლემები კამპუსში. ჩემს შავ სიაში შეგიყვან. მაინტერესებს ვარ თუ არა მის შავ სიაში. რა? თავის შავ სიაში შემიყვანა? აუ, მორჩა. აი ესე, მე მის შავ სიაში აღარ ვარ. დილან, შეხედე, მე მაქვს ახალი მაისური. აბა, რას ფიქრობ ამაზე? ჰეი, ფრეშ, აქამდე მეგონა რომ მარტო შენი თმის ვარცხნილობა იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ახლა ვხედავ რომ ეს მაისური თმაზე უფრო უარესია. გაიხადე ეგ მაისური. შენ შურიანი ხარ. ეს არის მაგარი საორდიშო ტანსაცმელი. საბავშვო ბაღში ვარჯიშისთვის? რა არ მოგწონს ამაში? როგორც ჩანს ეს მართლაც ბავშვებისთვისაა. მოდაზე არაფერი არ იცი საერთოდ. გოგოებს მაგარი მაისურები მოსწონთ. ბიჭებო, რამდენ ხანს აპირებთ აქ დარჩენას? ფრეშ, უცნაური მაისური გაცვია თუ მეჩვენება? ჩვეულებრივი მაისურია. ნერდი. ფრეშ, მე უფრო მომეწონებოდი ჟილეტში. კარგი ლუზერებო, საკმარისია. გასახდელში თქვენი დრო უკვე ამოიწურა. რატომ გვაცევებთ? ეს საერთო გასახდელი ოთახია რომ იცოდეთ. რას ფიქრობთ ჩემ ახალ მაისურზე? იცი, 4 თვალისთვის არა უშავს. შეხედეთ ჩემს გასაოცარ მაისურს. აბა, როდემდე უნდა გელოდოთ? დროზე გადით აქედან. მეგობარო, გასახდელი დიდია, გასაყოფი არაფერი გვაქვს. მოდით ერთად გამოვიცვალოთ. კამპუსი ხომ ერთი დიდი ოჯახია. ლუზერებთან ერთად გასახდელში მე არ გამოვიცვლი. არც მე. კმარა ლუზერებო, დროულად გადით აქედან. დაკ, გეუბნები ნამდვილად ასია, ხომ იცი? გამარჯობა ძვირფასო, ეს არ არის შენი შეყვარებული. დაკ, რას ბურტყუნებ? ბენს, რა ჯანდაბა ხდება აქ? მომაშორე ხელი. ღმერთო ჩემო, რა გაუგებრობა? ჰო. ძმაო, შენ ახლა მაგარ შარში ხარ. ლორა, ახლა ვიაგიხსნი ყველაფერს. კარგი, აქ თქვენ თვითონ მორიგდით. მე უნდა წავიდე და გელოდებით იოგას გაკვეთილზე, განსაკუთრებით შენ. შენ ისეთი საზიზღარი ხარ. აუ, ლორა, რასაკეთებ? მაგრამ მე რა დავაშავე? შარში ხარ, მეგობარო, შარში ხარ. მეგობარო, მე გითხარი, რომ ის შენი შეყვარებული არ არის მეთქი. ჰეი, ოლივკა,
გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე ბეისბოლის შეჯიბრზე? შენი მანქანით რომ მიყავდე, მაშინ წამოვიდოდი. ჯანდაბა, მამა ჩემი არ მაძლევს ნებას მანქანა წავიყვანო. ბოლოს კი ნაღამ დავამტრიე. იყიდე შენით. შენ ხომ თქვი რომ მაგარი ბიჭი ხარ. მე ვიყიდი. ფულს შევაგროვებ და აუცილებლად ვიყიდი. ლუნა, თინეიჯერები შენზე მეწუწუნებიან. შენ აშინებ შენი თოჯინით. ეს არ არის ჩემი პრობლემა. დამიბრუნეთ, გთხოვთ, ჩემი თოჯინა. ლუნა, რაში გჭირდება ეს თოჯინა? კამპუსში სათამაშოების მოტანა არ შეიძლება. ეს არ არის ბავშვური სათამაშო. შენ არაფერი გესმის. ლორა, მტკივა. შენ კი ნაღა მომაგლიჯე ჩემი ყური. ბენს, რა ჯანდაბა? რატომ ეხუტებოდი იოგას მწვრთნელს? უბრალოდ დავიბენი. მე მეგონა რომ ეს შენიყავი. როგორი მატყუარა ხარ? და გაჩუმდი. ეს ყველაფერი შენი ბრალია. რა? ხუმრობ? ყველაფერს მე როგორ მაბრალებ, ჰა? როგორ შეგიძლია საკუთარი შეყვარებულის სხვაში აგერიოს? სულელური მიზეზია, ძალიან სულელური. ხო. ლორა, აიღე ჩემი ჯოხი და ძლიერად დაარტყი მას. გადააგდე ეგ ბიტა და თავი დამანებე. ლორა, მაპატიე, აღარასოდეს ამერევი სხვაში, გპირდები. მართლა ჩემო ბენსიკ? ჰა? რა თქმა უნდა, გულწრფელად, სიტყვას გაძლევ საყვარელო. ამჯერად გაპატიებ, მაგრამ მსგავსი რამ რომ განმეორდეს, აღარასოდეს გაპატიებ. კარგი, შევთანხმდით. აბა, ახლა ვაკოცოთ? ხო. კარგი, რაში გჭირდება ეს თოჯინა? ნემსებიც კი აქვს მას. ეს არ არის ჩვეულებრივი ნემსი. ბუმ. ლორა, შენ მითხარი რომ მაპატიე ყველაფერი. ბოდიში ჩემო ბენსიკ, არ ვიცი რა დამემართა, ხელს ვერ ვაკონტროლებ. ხო, მშვენიერი კოცნა იყო ეს. რა ჯანდაბა? ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ვიღაცას ახლა ძალიან სტკივა. ბუმ. ლორა, რატომ გააკეთე ეს? ჯანდაბა, რა ხდება? ისევ ვერ ვაკონტროლებ თავს. ლორა! მეგობარო, შეწყვიტე ტირილი. მე არ ვტირი ვარ. შენი სათამაშოები ძალიან უცნაურია. შეწყვიტე მოზარდების ამით შეშინება. მაქს, გამარჯობა. ჩაკ, დღეს უკვე შევხვდით. არაფერი, უბრალოდ მინდოდა მეკითხა, როდის მომიყვან ჩემს ახალ პარტნიორს. სერიოზულად ამბობ? ნამდვილად გინდა ახალი პარტნიორის ყოლა? ხო, ახლავე მოგიყვან ერთს. შეხედე, შენი ახალი პარტნიორი, ჩაკი 2 და 0. კარგია. აიღე პარტნიორო, პატარა ბიდა შენც კონდეს. მაინც ყოველი შემთხვევისთვის. რასაკეთებთ აქ? წადით აქედან, ახლავე. რატომ გვაძევებენ კამპუსიდან? შენ რა, მათემატიკაში პრობლემები გინდა რომ მქონდეს? არა. მაშინ წადი აქედან. მისტერ მაქსი და იოგას ტრენერი ერთად არიან. მაშ როგორი იყო შენი პირველი დღე კამპუსში? ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. გინდა რომ ჩვენი გაცნობის აღსანიშნავად კაფეში ცხელი შოკოლადით და მარშმელოუთი გაგიმასპინძლდე? აბა რა სიტყვი? ვაუ, არ ველოდი, ასე სწრაფად? ანუ მოგწონვარ თუ რა ხდება? ვერ გავიგე, აბა სხვა ვიღაც მოგწონს? მაქს, გამარჯობა. რა მეთქვი? მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობ მეთქი ჩვენს კამპუსზე? გასაოცარია. მიხარია ეს. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში. შეიძლება დავუწყვილდე ახალი იოგას ინსტრუქტორთან? ასევე მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას. ისევ იოგა. I can't let you go.